საქართველოს შტატების ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გადატვირთვის გზები და მოლოდინები. Ამ თემებზე საქართველოს პრეზიდენტმა მაკაცინცაძის გადაცემაში ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპის მისალოც წერილში მნიშვნელოვანი აქცენტებია დასმული, საიდანაც ჩანდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის. ამის მაგალითად, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და სენატორ სტივ დეინსის შეხვედრაც მოიყვანა. საკმაოდ საინტერესო არის ის ფაქტი. ძალიან სასიამოვნო, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მივიღეთ მოლოცვა და რა თქმა უნდა ეს სპეკულაციები ჩემთვის ალბათ არ დღეს ამის განხილვა, მთავარი აქცენტი აუცილებლად რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ გარდა იმისა, რომ ეს იყო მისალოცი წერილი, ჩანს იმ შინაარსში მნიშვნელოვანი აქცენტები, რა თქმა უნდა ხაზი ესმება ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოების თემას და არსებულ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. პირდაპირ არის მოცემულობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ შეგვიძლია დავიწყოთ ურთიერთობები. ეს ძალიან მე მგონი პოზიტიური ნიშანია მათი მხრიდან. ჩვენ ხო ხედავთ რა ხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სოფლიოში რა ხდება და რა, ასე ვთქვათ, მიზნები დაისახა ტრამპმა და ხედავთ ხო თანმიმდევრულობას რა არის დღის წესრიგში მისთვის ხო და ნამდვილად ვერ დადგებოდა საქართველოს მისთვის პირველ რიგში და არც არავინ მოითხოვდა ამას მით უმეტეს ჩვენი მხრიდან ამას ჩვენ გაგებით ვეკიდებით და ხედავთ ამ მთლიან პროცესს თუმცა ეს ღირებულებითი თანხმედრა რომელზეც მუდმივად ხაზს უსვამდით გამოჩნდა კიდევაც ამ წერილში რომ ის ხაზს უსვამს ამ დამოკიდებულებას და როცა ჩვენ საუბრობთ სუფთა ფურცლიდან და ურთიერთობების გადატვირთვა, სწორედ ამ წერილში ჩანს, რომ ეს ურთიერთობებისთვის ის მზად არის და მე მგონი ეს პროცესი ჩემის აზრით ამ გადმოსახეთიდან უკვე ტრამპის წერილი და შემდეგ მაგალითად დღევანდელი სენატორის სტუმრობა, რომელიც ასევე ტრამპის გუნდის წევრია, მისი გზავნილით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი რაღაცა ნაბიჯი, ნახევარი ნაბიჯი და ვარქოთ, თუ გინდათ გადაიდგა.